ხანდელი ბავშვებისგან განსხვავებით ძალიან ბევრს თამაშობდით და ჩემი მიდრეკილება უფრო იყო აქტიური სპორტული და არა ვთქვათ ნარდი ჭადრაკიც კი ვთამაშობდი, მაგრამ ისე ვერ შევიყვარე. აი რაღაც დომინოს თამაშობდნენ, მაშინ კარტს თამაშობდნენ და მე კი როცა ხა სიტუაცია იყო და საღამოს კარტიც მითამაშია, ჯოკერი იყო მაშინ პოპულარული, მე კინგი პრეფერენსი უფრო სხვა ასაკში, მაგრამ სპორტული გაცილებით უფრო მიზიდავდა ყოველთვის და ფეხბურთი ხო ცხადია, ძალიან სპორტული ვიყავი, ცურვაზეთ დავდიოდი, ოღონდ აბონემენტით. სამთო სათხილამურო, კალათბურთს თამაშობდი, მაგედის შორტბურთს თამაშობდი. კალათბურთს წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი ტანი ავიყარე მე-10 კლასში. და იქამდე ჩემი მშობლების ყველაზე დიდი გულის ტკივილი იყო, რომ ტანით პატარაა, ხო და ამ დროს არც ერთი ესე არ იყო 1.80 იყო მამაჩემი და დედაჩემიც 1.70 ფარგლებს, 79-8 ესე დაახლოებით. და წარმოიდგინეთ, რომ კალათბურთის სკოლის ნაკრებში ვიყავი. მიუხედავად ხო გამთამაშებდი და კარგათაც ვისროდი და ასფალტის ხელბურთის სტანდარტის სტადიონები იყო ყველგან პატარა და ასფალტის საფარი იყო. მუხლები გქონდა გადაგლეჯილი და ბოტასებს და კეტებს ცვეთით, აი თვეში ერთი არ ყოფნიდა. რიგებში ვიდექით. რო გეთამაშეთ. შაბათ-კვირას ესე იგი რიგში უნდა ჩამდგარიყავი, რომ გავარდნილი გუნდი გასულიყო და გეთამაშა და ეხლა ესეთი სტადიონებია მოვლილი, ამ ხელოვნური ბალახი ღამე განათებული და თუ ვინმე თამაშობს ჩემი ასაკის რა. და ეს ბავშვები ამ კომპიუტერმა და ამ ტელეფონებმა ისე მოწყვიტა აი ამ ქუჩის იმას. ხშირად მინახავს რომ შეკრებილები არიან, მაგრამ ტელეფონი უჭირავს და ერთმანეთთან არ კონტაქტობენ. კაფეში რო შეხვალ ხო, შეხედავს უფრაც ხალხის ხედა და ყველა თავის ტელეფონში არის.